განსაკუთრებული სიამაყის განცდაგვა ყველას, ვინც დღეს თქვენ ორ ბატალიონს ხვდება. თქვენ ასრულებთ ისეთ დიდ მისიას, რომელიც არა მხოლოდ გლობალურ უსაფრთხოებას, არა მხოლოდ ავღანეთის უსაფრთხოების ჯარების ჩამოყალიბებას და ავღანური მხარისთვის მხარდაჭერას აკეთებთ. არამედ პირველ რიგში თქვენ თქმით თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერ, ყველაზე გამოცდილ სამხედრო ძალებს და ეს გამოცდილება, რომელიც თქვენ მიიღეთ და დამატებით მიიღებთ ამ 6 თვიანი როტაციის პერიოდში, გახდება საფუძველთა საფუძველი ჩვენი ქვეყნის სწრაფი რეაგირების შესაძლებლობის მქონე სამხედრო არმიის ჩამოყალიბებაში. ჩვენ ყველამ ერთად საქართველოს მომავალი გავსაზღვრეთ, რომ ის უნდა იყოს ევროპული ოჯახის, ევროატლანტიკური სივრცის განუყოფელი ნაწილი. ეს არის ჩვენი ხალხის გადაწყვეტილება და თქვენ ხართ ამ ისტორიული მისიის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველოს დღეს მსოფლიოში თუ აქვს სანდო პარტნიორის იმიჯი. საქართველოზე თუ დღეს საუბრობენ როგორც გამბედავი მებრძოლების ქვეყანაზე. ეს არის თქვენი დამსახურება და ამისთვის უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენს მშობლებს ესეთი ვაჟკაცების გაზრდისთვის და ზოგადად იმ საზოგადოებას, რომელმაც ასეთი გმირები შვა. ასე რომ, კარგად გახსოვდეთ, პირველ რიგში ერთმანეთს და თავს გაუფრთხილდით. ჩემთვის, თავდაცვის სამინისტროსთვის, გაერთიანებული შტაბისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მისია შეასრულოთ და უვნებლები დაბრუნდეთ თქვენ სამშობლოში. მე მინდა ერთი რამ იცოდეთ. მაშინ, როდესაც მისიაზე იქნებით გასული, საბრძოლო დავალებებს შეასრულებთ. გქონდეთ თავდაცვის სამინისტროს, გაერთიანებული შტაბის იმედი, რომ ისინი თქვენს ოჯახებს, თქვენს ახლობლებს, აქ ვინც არიან საქართველოში, ძლიერ ზურგად დაუდგებით. თქვენ გქონდეთ სრული განცდა იმისი, რომ სამშობლო ქვეყანა სახელმწიფო იზრუნებს თქვენს ოჯახებზე და მშვიდობით დაბრუნებულებს გექნებათ შესაძლებლობა გააგრძელოთ კარიერაში წინსვლა და ემსახუროთ თქვენს სამშობლოს. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივესალმო ამერიკის სამხედრო ქვეითებს, რომელთან ერთადაც თქვენ გაიარეთ სრთნები და რომელთა მხარდამხარ თქვენ მოგიწევთ საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვა ავღანეთში. მინდა მივესალმო სამხედრო ატაშეების წარმომადგენლებს და განსაკუთრებულად ამერიკის ელჩს. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენ ყველაზე სტრატეგიული, ყველაზე ახლო სამხედრო მოკავშირე გვყავს ამერიკის შეერთებული შტატები და მათთან ერთად გავაღრმავებთ ჩვენ ორმხრივ ურთიერთობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებში. ასე რომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ აირჩიეთ ყველაზე ვაჟკაცური პროფესია, რაც კი ადამიანმა და მოქალაქემ შეიძლება აირჩიოს. სამხედრო პროფესია, დაიცვათ თქვენი ქვეყანა, დაიცვათ თქვენი საზოგადოება საფრთხეებისგან, რომელიც ძალიან ბევრი აქვს საქართველოს. და ამ გამოწვევებს მე დარწმუნებული ვარ თქვენი პროფესიონალიზმით, გამბედაობით და ჩვენთან ერთად საქართველოს მომავალზე ზრუნვით უპასუხებთ ღირსეულად. დიდი მადლობა და მშვიდობით სახლში დაბრუნებას გისურვებთ.